დავინაცვლოთ რუსთაველზე 362 დღეა პროტესტის ძალიან მალე რამდენიმე დღეში შესრულდება ზუსტად 1 წელი აი ამ უწყვეტი პროტესტისა ნატალი ჯახუტაშვილი ჩვენი ჟურნალისტი იმყოფება აქციაზე მსვლელობა დაიწყო ან იწყება ამას უკვე ნატალი გვეტყვის ზუსტად მსვლელობა დაიწყო სულ ეს წუთია დაიძრნენ აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ტრადიციულად ამ მარშს მიყვებიან ასევე პოლიციელები საკმაოდ ბევრი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რა იქნება შემდგომი ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია და თემოს ვთხოვ ოპერატორს ვთხოვ რომ შემოატრიალოს კადრი ჩვენთან ერთად არის ახლა ელენე ბერეკაშვილი რომელიც პროტესტის გამო დაიჭირეს სამართალდამცველებმა დაახლოებით 1 კვირის წინ და ის გამოუშვეს იზოლატორიდან გუშინ გვითხარით აი რა საბაბით აგიყვანეს პოლიციელებმა და რა ვითარებაში დაგაკავეს ეს იყო მათედევიძის მხარდამჭერი დღე, მარშის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ყოფილიყავით ადამიანები, იმიტომ რომ მათ გვახსოვს, გვაღელვებს და ვიცით რა არის უკანონო ტყვეობა. მაგ დღეს დამაკავეს დაუმორჩილებლობის ბრალდებით, მაგრამ სინამდვილეში რეალური ბრალი იყო ის, რომ მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ წავუკითხე ამ ვითომ პოლიციელებს პოლიციის ფიცი და შევახსენე რა ისიანდნენ სავარაუდოდ არა ზუსტად ვიცი ეს იმიტომ რომ მანამდე აქ რო ვუკითხავდი ფიცს ზუსტად მახსოვს მამაგეიშვილის გაბრაზებული სახე ამ ყველაფერზე და შემდეგ უკვე ზევით როცა უკანონო მოწოდებებს აკეთებდნენ რომ ტროტუარზე გადავსულიყავი სადაც შეუძლებელი იყო გადასვლა მე მოძრაობის პერიოდში მოძრაობდი არ ვიყავი გაჩერებული ნელა მოძრაობდი და ამ დროს მამაგეიშვილმა ზურგში ჩამარტყა როგორც კი მივუტრიალდი რომ ხელს ნუ მირტყა მეთქი სახეზე შემომხედა და ეს დავაკავეთო და დამაკავა მაგრამ რატო ვიცი რომ ფიცის წაკითხვის გამო დამაკავეს როგორც კი ავტობუსში ამიყვანეს საკუთარ თანამშრომელს უთხრა ამას მიხედეთ ფიცი იცის ზეპირად და ნუ მე შუშებიან შენობაში გადავიყვანეს. ძალადობას ან სიტყვებს შეურაცხყოფას ხომ არ ქონია ადგილი პოლიციელების მხრიდან. ძალადობას აი დაკავებამდე მამაგეიშვილის მხრიდან, იმიტომ რომ მანამდეც დამარტყა მუშტი და მერეც რეალურად და ყველას ეგრე ექცეოდა. დაკავების მერე ძალადობას არ ქონია. რეალურად ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ თქვენ გაგამტყუნათ. სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება, საერთოდ არანაირი სრულმოწმეც კი არ მოუყვანიათ, მხოლოდ ვიდეო ჰქონდათ ის როგორ დამაკავეს ბოლოში თან და ეს დაკავება იყო ფაქტი ყველა ვიცით რომ დამაკავეს და მეტი ვიდეო მტკიცებულება დასაწყისში რა მოხდა საერთოდ არ არსებობდა ფორმულას და ტევე პირველის ლაივიდან ჰქონდათ ამონარიდი იყო ბოლო მომენტი ავტობუსში ჩასმის და მეტი მტკიცებულება საერთოდ არ არსებობდა და 4 დღე მომისაჯეს მადლობა დიდი და გიორგი ჟამერაშვილიც არის ჩვენთან ერთად რომელიც ასევე დაიჭირეს რამდენიმე დღის წინ თქვენ რას გედავებოდნენ? ჩემი ბრალი ამ შემთხვევაში იყო პოლიციის დაუმორჩილება, რომელიც თავიდანვე ჩემი აზრით უკანონო იყო, იმიტომ რომ მაშინ იმ დღეს ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე იყო გამოსული, რომელიც პროტესტს უცხადებს რუსულ რეჟიმს. თუმცა პოლიციამ რა ვიცი, ალბათ თავის გემოზე დაიწყო ამ კანონების მორგება და დაიწყეს შემდეგ უკვე ჩვენი დაკავება, რომელიც ნაწილშიც მეც მოვყევი და ჩემი ბრალეულობა, როგორც ჩემი მეგობრების უმრავლესობის იყო პოლიციის დაუმორჩილებლობა და მე იქ უკვე ძალიან კომიკური სიტუაცია შეიქმნა სასამართლოზე, იმიტომ რომ ის მტკიცებულებები, რაც მაგალითად ჩვენი დაცვის ხარისხიდან იყო წარდგენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც ბრალდებული მხრიდან ქონდა წარმოდგენილი და იმდენად იდენტური იყო, რომ თავადვე თქვეს, რომ მოდი ეს აღარ განვიხილოთო. აქედანვე ჩანს მათი დამოკიდებულება ამ საქმის, რომ თავარია ვიღაცა დაიჭირონ, რაღაცა საქმე შეუთითქნო, რომ პროტესტი როგორღაცა ჩაახშონ, მაგრამ ხალხი დღესაც გამოვიდა, ხვალაც გამოვა და იქამდე გამოვა, სანამ რუსული რეჟიმი ფაქტია რომ ეს დაკავებები არ ჭრის რეპრესიული კანონები არ მუშაობს ადამიანებს ციხეში სვამენ არაფრის გამო ხომ არის რეალურად რეჟიმის მიზანი რომ დააშინოს საზოგადოება მაგრამ საწადელს ჯერჯერობით ოლიგარქის რეჟიმი ვერ აღწევს კი რა თქმა უნდა ყველა კანონი რეჟიმა რომელიც მიიღო გაყალბებული არჩევნების შემდგომ იყო მიზანი იმისა რომ ეს პროტესტი როგორღაც ჩაეხშო და საზოგადოების ხმა ქუჩაში მოეკლო მაგრამ რა კანონის არ უნდა მიიღონ როგორც არ უნდა მიიღონ ამისთვის ალტერნატივას ჩვენ ყოველთვის მოძებნით რომ პროტესტი გავარგზავნოთ
გავაგრძელოთ და მივიყვანთ ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებამდე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევა არ არის. ამ ქვეყანაში რუსეთს საბოლოო პერსპექტივაში არ გაუმარჯვია და ვერც ამ შემთხვევაში ვერ გაიმარჯვებს.